ყოფილი გენერალური პროკურორი, მკვლელობის შემკვეთები და ჟურნალისტი ერთ სქემაში. ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების 20-ტომიანი საქმე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ამხელს. ელისო კილაძე, ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები და ჯამში 10 პირი განსასჯელის სკამზე ახლა ერთი დანაშაულისთვის სხედან. პროკურატურა მათ კოლ-ცენტრების ფლობას, ფარველობას, თაღლითობას და ფულის გათეთრებას ედავება. საბრალდებო დასკვნაში კი 200-მდე დაზარალებულზე და თაღლითურად მითვისებულ 10 მილიონამდე ღირებულების კრიპტოვალუტაზე წერია. 10 პირი ჩართული იყო კონკრეტული თაღლითური კოლ-ცენტრის საქმიანობაში, მათ დროის სხვადასხვა პერიოდში თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე და სხვადასხვა შპს-ის ბაზაზე ჰქონდათ გახსნილი თაღლითური კოლ-ცენტრი და შესაბამისად თითოეულ მათგანს აქ ჰქონდა მისი როლი. ანალოგიურად შეიძლება ითქვას ეს ბენანორზე, ასევე ელისო კილაძეზე. და სანამ სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს ემსჯელებდა, ყველა ბრალდებული ადვოკატების საშუალებით ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა. უდანაშაულო ცნობს თავს, ის აცხადებს, რომ არის მსხვერპლი გარკვეული მოვლენების. ბრალში საუბარი იმაზე, რომ ელისო კილაძე უკეთებდა ინფორმაციულ, ასე ვთქვათ, ხელშეწყობას, უზრუნველყოფას, ხარდაჭერას, მაგრამ მიიღო თუ არა სარგებელი ფინანსურად, მატერიალურად არ არის ამის შესახებ ცნობები. არანაირი კავშირი კოლ-ცენტრებთან ჩემს მარწმუნებლებს არ ქონიათ და ამაზე სასახა პოზიცია აქვს თანამდებობთ, აი არანაირი შემხებლობა არც მის ორგანიზებასთან, არც რაიმე ასე ვთქვათ თანხების უკანონო გზით მიღებასთან, არც აღლითობასთან და მე შესაბამისად არც ფულის გათეთრებასთან ბულებრივია. პოზიცია ამ შემთხვევაში ბატონი ოთარის და ბატონი მიხეილის არის ის, რომ მათ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ ამ ეგრეთ წოდებულ თაღლითურ კოლ-ცენტრების თემასთან და საქმისთან დაკავშირებით. თაღლითური სქემის მონაწილეებს შორის ელისო კილაძე პირველი იყო, ვინც თავდაცვას თავდასხმა ამჯობინა. მიზანში კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ამოიღო. თუმცა ბრალდებული ჟურნალისტი დეზინფორმაციის გავრცელებაში მალევე ჯერ ხელისუფლებამ, შემდეგ კი ოპოზიციამაც კი ამხილა. სანამ არ დავწმუნდებით და არ ვნახავთ რამდენად შეძლებს ელისო კილაძე დაასაბუთოს ის, რასაც ამბობს ის ბატონ მდინარაძესთან დაკავშირებით. იქამდე ვერ თუ დასაბუთდება და დამტკიცდება, რომ ის უტყუება, რა თქმა უნდა, იქნება თაღლითო. ბატონ ელისო კილაძე ციხიდანაც აგრძელებს მისი ჩვეული დეზინფორმაციის და ტყუილის გავრცელებას. მამუკა მდინარაძის დეკლარაცია ღიაა და ყველამ კარგად იცის რა შემოსავლები აქვს ჩვენს პარლამენტში ყოფნის დროს, ახლა უკვე თანამდებობები სადაც არის. ქართული ოცნების წევრები სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულ კილაძეს წარსულს ახსენებენ, მის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიას კი ფაქტებს უპირისპირებენ. დაკავებული ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ბრალდებები არასერიოზულია პრემიერ-მინისტრისთვისაც. ერთი რომ მან უკვე მეორედ გააკეთა ეს განცხადება, პირველი გააკეთა დაახლოებით 1 წლის წინ, რამე რო ქონოდა, რა თქმა უნდა, გამოაქვეყნებდა და ზოგადად ბიტკოინების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური, ანუ პრაქტიკული კუთხითაც იყო აბსურდული მისი ეს განცხადება. მე მგონი სერიოზულ კომენტარს მისი ასეთ განცხადებები არ ემსახურებს. ქალბატონი ელისო კილაძე რო ერთი ჩვეულებრივი სიცრუის გაფორცელებელი მანქანა, ეს არ არის ახალი არის საქართველოს საზოგადოებისათვის. ქალბატონ ელისოს მოუწევს ახლა რომ წარდგეს იმ სასამართლოს წინაშე, რომელსაც ასე მიზანმიმართულად აღშავდა კიდეც წარსულში. კოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გახსნილია. სისხლის სამართლის დამნაშავეებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.